პრობლემები შეექმნათ მძღოლებს. რიგები და სასობების სავაჭრო ცენტრებთან რა მდგომარეობაა შეზღუდვების შემსუბუქების პირველ დღეს ქუთაისში. შეინარჩუნებს თუ არა ლიცენზიას ქუთაისის ტორპედო, რა მდგომარეობაა გუნდში და რას აცხადებს ქალაქის მერი. როგორი ეპიდვითარებაა და გაიზარდა თუ არა იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან. მთავარი სპეციალური გამოშვების კითხვებს 20 საათზე ქუთაისის რეფერალური კლინიკის ხარისხის მართვის მენეჯერი მიხეილ შავგულიძე პასუხობს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1972 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან იმერეთში 279 შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ ეტაპზე იმერეთის ავადმყოფოებში 1257 ადამიანი გადის მკურნალობას. მათ შორის მძიმე პაციენტია 226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 78 პაციენტი. რეგიონის კლინიკურ სასტუმროებში 112, საკარანტინე სივრცეებში კი 13 პირია მოთავსებული. ამ დროისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 5168 ადამიანი. სამწუხაროდ ბოლო 24 საათში საქართველოში 43 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსისაგან კი გამოჯანმრთელდა 2727 ადამიანი. სამტრედიაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილი ელიზა კალანდაძის ოჯახის წევრები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, სიძემ დაჭრის შემდეგ მეუღლე შემთხვევის ადგილზე მიატოვა. გარდაცვლილი კი მაზლმა დილით იპოვა. ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილი ქალი ოჯახში არსებულ კონფლიქტზე მათთან არასოდეს საუბრობდა. ამიტომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. გარდაცვლილის ოჯახში აცხადებენ, რომ დაკავებული სისტემატურად სვავდა და სავარაუდოდ კონფლიქტი არაფხიზელ მდგომარეობაში მოხდა. პოლიციამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი უკვე დააკავა. უწყების ცნობით დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ძალიან გლახა კაცი იყო, ლოთი იყო, ის მოუკვდა მის პატრონს რა ვქნათ. არ ვიცი რა და კი სვავდა, სულ მთვრალი იყო, იმის გამოფხიზლება დალევა ერთი იყო. ძალიან მენანება, ძალიან მენა. არა, მეზობელიც არ ყავდა. აი, არ ვიღაცა რავა არ მივიდა უპატრონოდ, რატო გამოუშვეს მორფში. აი, რომ მივედით იქ კაციშვილი ჩვენ არ დავხვედრია. მე მივედი, ჩემი მეუღლე და ბიჭები გვახდნენ აქედან. საერთოდ კაციშვილი იქ არ ხვედრე რატო აი რისიგულობ სამშაბათ საღამოს ვრეკე ტელეფონზე და არა იყო ტელეფონი გუშინ დილაზე უკვე ეს ამბავი გავიგეთ მკვდარი როდის არის ისიც არ ვიცი რა ფორმით არის გარდაცვლილი დანა აქვს კისრის არეში ჩარტყმული და არის ეგრევე დაღუპული უპატრონოდ არც მეზობელი არც არავინ აბსოლუტურად არაფერი არ იცის ჩვენც პროკურატურიდან დაგვირეკეს და გვაცნობეს ესეთი გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე უნდა მოხდეს ყველაფერი აი 15 კი არა თავისი მთელი ცხოვრება ციხეში უნდა იჭდეს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პირველ დღეს სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებთან ქალაქში და ქვეყანაში კვლავ რიგები და საცობებია. ნაწილი მოვაჭრეებისა ისევ შემოსავლის გარეშე დარჩა. ხოლო იმ ნაწილს, რომელსაც საშუალება მიეცა 2 იანვრამდე პროდუქციით ევაჭრა, რამდენად შეუმსუბუქდება ეკონომიკური პრობლემები, ვრცლად ნახეთ სიუჟეტში. მოვაჭრეები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მთავრობამ გარკვეულ კატეგორიას საშუალება მისცა 2 იანვრამდე გაყიდონ თავიანთი პროდუქცია, ხოლო ნაწილი მოვაჭრეებისა კვლავ შემოსავლის გარეშე დარჩა. ამოსუნთქვაშვილი ნამდვილად არის ახლა ეს რო არ გაეხსნათ უკვე მცირე მეწარმეები თვით უმეტეს ამ დარგში ძალიან სულ დღეში ჩავარდებოდით ეს არის ძალიან დიდი არის პრინციპში აი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე ვიჯექით 3 კვირით ველოდებოდით გახსნას თუ რაიმე მქონდა ამაში მქონდა ჩადებული ზარარში ვარ საკმაოდ ზარარში არანაირი იმედი არ აქვს ალბათ გაზაფხულამდე
ვცდილობთ შევინარჩუნოთ დისტანცია, თუმცა გარე პერიმეტრის გაკონტროლებას სრულად ვერ ვახერხებთ, განაცხადა მეგატივის ჟურნალისტთან საუბრისას სავაჭრო ცენტრის გრანდ მოლის დირექტორმა ნატალია დანელიამ. არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, რომელიც ნამდვილად არის მკაცრი რეგულაციები, შევეცადეთ სრულად დავიცვათ რეგულაციები, ფაქტიურად შენობაში როგორც თავად ხედავთ, ხალხის რაოდენობა არ არის ბევრი და კრიტიკული, მაკონტროლებელი ორგანო უკვე დილიდანვე მოსული მობილიზებული, გვეხმარებიან და ალბათ დღის განმავლობაში კიდევ მოვა მაკონტროლებელი ორგანო. შერჩევითი სამართალი და შერჩევითი სარგებელი შეგვიძლია ასე დავარქვათ იმ მდგომარეობას, რაც ახლა საქართველოშია. წინა საახალწლოდ კვლავ ლუკმა პურის გარეშე დარჩა საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხო. ისევ გაუგებარია. თუ რა პრინციპის მიხედვით დააწესა და მოხსნა ხელისუფლებამ რეგულაციები, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა ტიპის დაწესებულებასთან ქალაქსა თუ ქვეყანაში კვლავ საცობები და რიგებია. განუყურებთ საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას პირდაპირ ეთერში. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობამ ბოლო 4 დღეში 4ჯერ და მეტად მოიმატა. ამის მიზეზი არც მეტი არც ნაკლები ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კამერებია, რომლებიც პანდემიის პერიოდში ისევ გამოირთო და ისე ჩაირთო, რომ მძღოლები საქმის კურსში არ ყოფილან. მძღოლების უმრავლესობას ჯარიმა მოულოდნელად მოუვიდა, რამაც ავტომფლობელები იძულებული გახადა ტექ დათვალიერების საკითხი მოეგვარებინათ. პანდემიის გამო, როდესაც თითქოს ყოველგვარი მოძრაობა და აქტიურობა შეჩერებულია, ინსპექტირების ცენტრები რიგებს ვერ აუდიან. ვრცლად ნახეთ სიუჟეტი. ტექ დათვალიერების ცენტრებთან ხალხმრავალი რიგებია. ამის მიზეზი ჭკვიანი კამერების ჩართვა გახდა. აღმოჩნდა, რომ ავტომფლობელების უმრავლესობა საკუთარი სატრანსპორტო საშუალებების ტექ დათვალიერება არ გაუვლია. სწორედ ამიტომ მათ უზარმაზარ რიგში უწევთ დგომა, რათა თავიდან აიცილონ დაჯარიმება. უყურებ რა ამბავი. ცოდუა ხალხი. 2 დღეა რიგში ვდგავ. 2 დღე. რომ მოსულიყავი ახამდის და რო ახლა ყოფილიყო გაფრთხილება ერთი კვირით ადრე მაინც ხო ხალხი მეემზადებოდა და თვითონ ხო ვიცოდი წინა წელს არის შეგევიარე და მის მიხედვით არის. ახალი წლის შემდეგ მაინც ჩაერთოთ კამერები, განაცხადა მეგატივის ჟურნალისტთან საუბრისას ერთ-ერთმა რიგში მდგომმა მოქალაქემ. მართალია ჩვენს მიერ გამოკითხული ავტომფლობელები ერთხმად თანხმდებიან, რომ ტექ დათვალიერების გავლა აუცილებელი და საჭიროა, თუმცა უმჯობესი იქნებოდა მათთვის ინფორმაციის წინას არ მიწოდება. საჭირო კი ვისთავად ცხოვრიდან გამოსული მანქანები რა თქმა უნდა საფრთხეს ხნის ყველასთვის, წყოლისთვისაც და მოსიარულისთვის და აბგოლებს მოძრაობას. გარი უნდა იყოს აუცილებელი. ეხლა რა იცი? მანქანა რო გამართული უნდა ჰყავდეს, შენ თვითონ ხო უნდა იცოდე მძღოლმა. დღეში საშუალოდ 70-80 მანქანის მიღება გვიწევს, განაცხადა შპსჯ-ს ხარისხის მენეჯერმა შოთა ფურცხვანიძემ. დეტალურად ყველა კომპონენტის მოწლება მანქანაზე პირველ რიგში სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება ხდება, შემდეგ გამოწვევთ გამონაბოლქს, შემდეგ სამუხლუჭე სისტემას, მის შასთან მის შემადგენელ ნაწილებს, რაშიც შედის ღვედები, უსაფრთხოების ღვედები, თვითონ სავაძლები და ყველა დეტალი, რაც მანქანას გააჩნია მოწლება. შემდეგ გადმოდის უკვე ხევის დეტექტორზე, სადაც მოწლება სავალი ნაწილები, მოწლება მაშუკი ხელსაწყოები და აი ასე მიწდება ჩვენი ინსპექტორები. ძალიან ყოველი მეორე, ყოველი მესამე მანქანა ხარვეზდება რაღაც უადგის დეტალზე. და ეგრეთ 30-იანი გამოსასწორებელი ვადა და 30-ის განმავლობაში ხელმეორედ უფასოდ მოწდება ის ხარვეზებული კომპონენტი ავტომობილის. მე მგზი ეგება ზადიერშკა პანდემიის გამო ერთხელ უკვე შეაჩერეს ჭკვიანი კამერების ფუნქციონირება, მაგრამ როცა ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად იმატა, მოქალაქეთა შემოსავლები კვლავ შემცირდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს, საშეღავათო პერიოდის გაგრძელება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 489 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 21 საათიდან დილის 5 საათამდე
დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის 89 ფიზიკური პირი დააჯარიმა. გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის 400 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. თქვენ უყურებთ საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას 28 დეკემბერი ტორპედოსთვის ისტორიულ თარიღად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან სწორედ ამ დღეს გადაწყდება შეინარჩუნებს თუ არა გუნდი ლიცენზიას. მეგატივის ჟურნალისტი კლუბის დირექტორსა და ქალაქის მერს ესაუბრა. მათი განცხადებით, იტალიელ ინვესტორებთან კომუნიკაცია აქვთ და ჯერათ რომ ისინი დავალიანებას აუცილებლად დაფარავენ. ვრცლად ნახეთ სიუჟეტში, რა ხდება ტორპედოში. თუ არ იქნება გასრულებული 28 დეკემბრისთვის ავტომატურად გვერდება კლუბს ლიცენზია და მე არც გასაჩივრება შეგვიძლია, არც გადავადებაზე რამე თქმა და არაფერი, მე სანქციებს ალბათ თვითონ მიიღებს ფეხბურთის ფედერაცია, მაგრამ სანქციები იქნება ძალიან ცუდი კლუბისთვის და ძალიან მძიმე რა თქმა უნდა. ეს გამარჯვება გუნდისთვის საბედისწერო გამოდგა. ტორპედო, რომელიც 2018 წელს საქართველოს სუპერთასის ჩემპიონი გახდა, ახლა ლიცენზიის შეჩერების ზღვარზეა. არავინ იცის, კლუბი კვლავ გააგრძელებს თუ არა თამაშს ეროვნულ ლიგაში. პირველ რიგში მოლოდინის რეჟიმში ვარ, ველოდებით თანხა ჩაირიცხება ინვესტორების, რომელიც ითვალისწინებს ვალების გასტუმრებას. არის დარჩენილი მარტო ფეხბურთელების და თანამშრომლების დავალიანება, რომელიც უნდა გაიცნოს ეს თავიდან მოლაპარაკებაში ასე იყო ამ ინვესტორმა და მართალია, ფაბიო მანინო წავიდა, მაგრამ იტალიელი ინვესტორები არსად არ წასულან, განაცხადა პაპუნა მელაძე მეგატივის ჟურნალისტთან საუბრისას. მისივე თქმით, ფაბიო მანინო უბრალოდ იტალიელი ინვესტორების წარმომადგენელი იყო. ერთი რაღაცაც შემიძლია გითხრათ, რომ მე ვუთხარი თუ რამე პრობლემა არის და თქვენ ამ ფულს ვერ რიცხავთ, გითხარით, რომ მერი გუბერნატორი იქნებ რამე სხვა რამე გამოძებნოს და ქუთაისის ტორპედო არ მოხდეს მეოთხე ლიგაში რითაც სანქციები ითვალისწინებს და თუ არა გაქვს დროზე გითხარით, ჯობია ვიდრე ბოლო დღეს ჩვენ რო გავიგებთ, რომ ანგარიშზე ფული არ იქნება ჩარიცხული, მაშინ ვერაფერს ვერავინ ვერ უჩვენს. ამიტომ მაგრამ ესენი ძახიან, რომ იქნება და ჩავრიცხავთ ახლა. ის რომ იტალიელი ინვესტორები არსად წასულან და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილიც ადასტურებს. ბატონ პაპუნასაც და ჩვენს გვაქვს კომუნიკაცია მათთან, ისინი რა თქმა უნდა თავის ვალდებულებას აღიარებენ და გვირდებიან, რომ დათმობ ვადაში მოხდება აღნიშნული თანხის ჩარიცხვა, გუნდმა ასე ვთქვათ ჩემპიონატის კუთხით მოიპოვა უფლება, რომ ისე გააგრძელოს თამაში კრისტალბეტის უმაღლეს ლიგაში. დანარჩენსაც შეეხება ამ ლიცენზირების საქმეს, ამ გადასახადს, რომელიც უნდა გადავიხადოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი თავის ვალდებულებას კეთილსინდისიერად შეასრულებს და ქუთაისის ტორპედო გააგრძელებს თამაშს უფრო მეტი მონდომებით შეულ რეჟიმში. ქუთაისის ახლად არჩეული მერი ტორპედოს გულშემატკივრებს გუნდის ლიცენზიის შენარჩუნებას პირდება იმ შემთხვევაშიც, თუ იტალიელი ინვესტორები დავალიანებას 28 დეკემბრამდე არ გადაიხდიან. ეს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტორპედო სქონდეს თავისი ღირსეული ადგილი, სადაც ტორპედო უნდა ითამაშოს. რა თქმა უნდა. ცნობისთვის ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშება დასრულდა. სეზონი კლუბისათვის და გულშემატკივრებისათვის ძალიან რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა. მიუხედავად ბევრი სირთულისა, ფინანსური კრიზისისა თუ კორონავირუსის შემოტევისა, გუნდმა შეძლო და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. შეიძლება ითქვას, რომ 28 დეკემბერი კლუბისათვის ისტორიული თარიღი იქნება, რადგან სწორედ ამ დღეს გადაწყდება ტორპედოს გადარჩენის საკითხი. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდია განაგრძობს. თბილისის სტუდიის დასრულების შემდეგ ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად.
მთავრობის თითქმის უცვლელი წევრები და პროგრამა ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის. დღეს ერთი პარტიით წარმოდგენილ პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობდა და 2021-24 წლების პროგრამას უსმენდნენ. გიორგი გახარიას თქმით, როცა მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი არ არის კომფორტული და ნებისმიერი გადაწყვეტილება დისკუსიის პირობებში უნდა იყოს მიღებული. მისივე თქმით, ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღება, ვიღაცა ვერ გაერკვია, ვიღაცამ ალბათ საკუთარი ეგო ვერ დაძლია. ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მე გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური, კონტექსტური პრობლემა იყოს გადალახული და უახლოეს პერიოდში ეს პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს. მიდგომა ან ყველაფერი ან არაფერი, ეს არ არის საერთო დემოკრატიული მიდგომა, არაფერი საერთო ამას ევროპულობასთან არ აქვს, მაგრამ ჩვენ მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არ ვიქნებით მარტო, უნდა გავაგრძელოთ სვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ. გიორგი გახარიამ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებზე, სოციალურ პოლიტიკაზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ოკუპაციაზე ისაუბრა. მინისტრების კანდიდატები კითხვებს მოსმენაზე დამსწრე ერთადერთი ფრაქციიდან იღებდნენ. მათ შორის იყო ნინო წილოსანი, რომელმაც თქვა, რომ უპასუხისმგებლო ოპოზიციის გამო მარტო უწევთ ოპონირება და ვალდებულნი არიან, რომ გაცილებით კრიტიკულები იყვნენ. ახალი მთავრობის განათლების მისიის ხედვით კი პარლამენტარი ქართული ოცნებიდან გიორგი ამილახვარი დაინტერესდა. ჩვენ გარკვეული უპასუხისმგებლო ოპოზიციური პარტიების გამო გვიწევს აქ მხოლოდ ერთი პარტიის ფორმატში თქვენთან ოპონირება, ვალდებულება გვაქვს, რომ გაცილებით კრიტიკული ვიყოთ და ამ კრიტიკის ნაწილში აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ მიწის რეფორმა, რომელიც ჩვენი კომიტეტის მეშვეობით, ასე ვთქვათ, და რა თქმა უნდა სამინისტროს ჩართულობით დაიწყო და 2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი მიწის კანონით და თამდევი კანონების მიღებით, ასე ვთქვათ, დასრულდა საკანონმდებლო რეფორმა, არ მიმდინარეობს სათანადოდ. ჩვენი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს განათლების მისია? როგორი პიროვნების აღზრდა გვსურს ჩვენ, რათა მთლიანად განათლების რეფორმის შედეგად მივიღოთ ის, რაც გვსურს. აქ ჩემს ხელმარცხნივ დარბაზში ოპოზიცია რომ მიჯდეს, აუცილებლად დაგისვავდათ ამ კითხვას და ამიტომ მე წავეშველები, სანამ ისინი არ არიან დარბაზში და მე დაგისვავთ ამ კითხვას. აბაშიძე კარასინის ფორმატზე მინდა კითხოთ, რა სარგებელი მოაქვს ამ ფორმატს და ხომ არ ამოწურა ამ ფორმატმა თავისი თავი. ევროკავშირისკენ საქართველოს სავალგზაზე რა ადგილი და როლი მიენიჭება კულტურას. საბჭოთა სტილის სადღეგრძელო ასე შეაფასა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამა. ევროპულ საქართველოში კი მიაჩნიათ, რომ ამ შემადგენლობის პარლამენტისგან დამტკიცებულ მთავრობას ლეგიტიმურობა არ გააჩნია და სერიოზულ კრიზისს საჩენს. ეს არ არის არანაირი პროგრამა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ეს არის საბჭოთა სტილის სადღეგრძელო, რომელიც მოქალაქეებს პირდება ყველაფერს, მაგრამ შეუსრულებს არაფერს. ამ პროგრამის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის მოქალაქეს არ აძლევს არანაირ რეალურ შესაძლებლობას და კონტროლის ბერკეტს, რომ მოსთხოვოს მთავრობას კონკრეტული მისთვის საჭირო შედეგების მიღწევა, ან მოსთხოვოს პასუხი ამ შედეგების ვერ მიღწევისთვის. პარლამენტის, რომელიც შეიქმნა გაყალბებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის, რომლის ლეგიტიმურობას არ ცნობს ოპოზიცია და არც ერთი ოპოზიციური ძალა არ აღიარებს ამ შედეგებს. ასეთი პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, რა თქმა უნდა, მთავრობის დამტკიცება, აჩენს სერიოზულ კრიზისს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ეს მთავრობა, რა თქმა უნდა, ვერანაირ კრიზისს ვერ დაძლევს, ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს. მარტო იმიტომ კი არა, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნება მანდატმიცემული, არამედ იმიტომაც, რომ გამოჩნდა, რომ არც ხედვაში, არც კონკრეტულ ადამიანებში ანალიზ ცვლილება არ არის ივანიშვილის მხრიდან. მთავრობის დამტკიცების პარალელურად პარლამენტთან აქციები იმართება. აქტივისტების ნაწილი 31 ოქტომბერს არჩევნების გაყალბების მოტივით განმეორებით არჩევნებს ითხოვს. ნაწილი კი ამნისტიის საყოველთაო აქტის გამოცემას მოითხოვს. ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე შევიდნენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ აქტივისტებს არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად კარავის 3 კვირაა აქვთ გაშლილი. დღეს მიმდინარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი კარავი გაიშალა. ხელისუფლებამ ჩვენ წაგვართვა ყველა სამართლებრივი მექანიზმი იმისა, რომ ვებრძოლოთ მას, წაგვართვა სასამართლო, წაგვართვა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა ძალოვანი უწყება, ის ჩვენ დაგვჭამ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გზა,
კუჩის პროტესტით მივახციოთ ჩვენს ლეგიტიმურ შედეგს, ლეგიტიმურ მოთხოვნებს, ეს უნდა დაკომპლექტდეს ახალი კადრებით და უნდა იყვნენ ეს კადრები აუცილებლად პროფესიონალები. ასევე ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს ახალი CSGO-ს პირობებში და ასევე ვითხოვთ პოლიტიკური манипуляციებისთვის დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას. დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ არაერთგზის გაერთიანებული სამინისტრო კიდევ ერთხელ გაიყო. კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოიყო. ინფორმაცია გიორგი გახარიამ დაადასტურა და იქვე თქვა, რომ ცვლილება თებერვლამდე განხორციელდება. არათანმიმდევრული მიდგომა და მოვაჭრეების არათანაბარ პირობებში დატოვება ასიაფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას ღია ბაზრობების არ გახსნასთან დაკავშირებით EMC-ის იურისტი. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთავრობამ არ გაითვალისწინა მოვაჭრეთა განცხადებები და მზადყოფნა. დაიცვათ უსაფრთხოების დადგენილი წესები, ამბობს ჩვენთან საუბრისას გიორგი ლანჩავა. მისივე განმარტებით დაწესებული შეზღუდვები განსაკუთრებით მძიმე დაისახა ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებზე, რომელთა შემოსავლის ერთადერთ წყაროს ხშირად ყოველდღიურად ნავაჭრი წარმოადგენდა. იურისტის თქმით, ბუნდოვანია მთავრობის მიერ წარდგენილი სოციალური დახმარების პოლიტიკაც. პირველი ის არის პრობლემა, რამდენად აქვს რეალურად ამ ადმინისტრაციებს ყველა ამ ადამიანი იდენტიფიცირებული, რამდენად ყავთ, რამდენად შეუძლიათ რომ ატვირთონ შესაბამისი ინფორმაცია, მოესწრონ და იმ დროში ატვირთონ, რაც საჭირო არის და რაც განსაზღვრული არის და რამდენად აქვთ ამისი ნება, იმიტომ რომ რაიმე სახის ვალდებულება ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, რომ მათ აუცილებლად უნდა ატვირთონ. სახელმწიფო დამატებით არ ელაპარაკება ამ ადამიანებს, არ უსმენს მათ პრობლემებს და ასევე ნაცვლად იმისა, რომ მაგალითად იგივე მუნიციპალური სამსახურების დახმარებით მოხდარიყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც ამ ღია ბაზრობების გახსნა, პირიქით რეალურად სახეზე გვაქვს ესეთი ხისტი ჩაკეტვა, რაც ამ ადამიანებს სრულიად შემოსავლის გარეშე ტოვებს. მთავრობის მიერ ეგრეთ წოდებული წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი გეგმის ფარგლებში ღია ბაზრობებს მუშაობის განახლების უფლება დღეიდან უნდა შეძლებოდათ. მთავრობაში გადაწყვეტილების მიზეზად თქვეს, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვა რთული იქნებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში კი მიაჩნიათ, რომ ბაზრობაზე წესების გაკონტროლება მთავრობას მუნიციპალური სამსახურის დახმარებით შეეძლო. ღია ბაზრობების დაკეტვის პარალელურად დღეიდან მუშაობის უფლება მიეცათ სავაჭრო ცენტრებსა და მოლებს, თუმცა მათ გამკაცრებული ზომების დაცვა უწევთ. მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაშვებულია არაუმეტეს ერთი მომხმარებელი. სავაჭრო ცენტრებში შესვლისას კვლავინდებურად სავალდებულოა თერმოსკრინინგი. მაღაზიები დღეს დილის 7 საათიდან გაიხსნა, ამ დროიდანვე დაიწყო საცობები სავაჭრო დაწესებულებებთან. ხალხმრავლობა იყო ზოგიერთ მაღაზიაშიც, თუმცა მომხმარებელი დისტანციას იცავდა. ეს არ იქნება ჩვეულებრივი ახალი წელი. რეგულაციებით შეცვლილ სადღესასწაულო ქცევაზე ნათია თურნავაც საუბრობდა. ჩვენ მივიღებთ ძალიან სწორი და დაბალანსებული გადაწყვეტილება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა იყო და არის პანდემიის შეტავება და ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. ძალიან მკაცრი რეგულაციების დაცვით გაიხსნა დღეს არასასურსათო სავაჭრო სექტორი, მოლები, მცირე მაღაზიებიც. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმის გამო, რომ ეს არის პირველ რიგში დიდი დამსაქმებელი სექტორი და რა თქმა უნდა, დიდი შემომტანი ეკონომიკაში არის ვაჭრობა და აქედან გამომდინარე ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ძალიან მკაცრი კონტროლით მიმდინარეობს. იმის პარალელურად, რომ მთავრობაში შეზღუდვები დაბალანსებულად მიაჩნიათ, სფეროს წარმომადგენლები რთულ ვითარებაზე საუბრობენ. დაკეტვის პირობებში ბევრი მაღაზიისთვის რთული იქნება ამ პერიოდის გადატანა, ალბათ მესამედისთვის, ამბობს თბილისის ცენტრალის დირექტორი. ლევან ყარალაშვილის თქმით, განსაკუთრებით კრიტიკული დეკემბერში მუშაობა იყო. დაახლოებით 10 მილიონი დანაკარგი ექნებოდათ დღიურად ლარი იმ ბრენდებს და იმ მოიჯარებს, რომლებიც ჩვენს ობიექტებში იყვნენ განლაგებული. შესაბამისად, თქვა, ეს გახსნა 24-დან მათ მისცემს საშუალებას, რომ დააგენერირონ რაღაც მინიმალური შემოსავალები, საიდანაც შეძლებენ იგივე მოსავალეების ნაწილის დასტუმრებას და სტაფის ხელფასის გადახდას. რაც შეეხება როგორ იქნება საკითხი იანვარ-თებერვალში, ძალიან გვიჭირს ამის პროგნოზირება. სამწუხაროდ დაკეტვის პირობებში და იმ პირობებში, რომ ფაქტურად დეკემბერი მხოლოდ ერთი კვირა მუშაობა იქნება, ძალიან ბევრი ბრენდისთვის რთული იქნება და ძალიან ბევრი მცირე და საშუალო საწარმოსთვის და მაღაზიისთვის განსაკუთრებით რთული იქნება ამის გადატანა. შოპინგ ცენტრების გახსნასთან ერთად გამოჩნდა რობოტი პეპერი, ამჯერად განსხვავებულ ამპლუაში. ის სამედიცინო დაწესებულების ნაცვლად მაღაზიებში მისულ მომხმარებლებს დახვდება და კორონავირუსის სიმპტომების შემოწმებაში ადმინისტრაციას დაეხმარება. არის თუ არა ის იგივე რობოტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ჩამოიღო
მიიყვანა და სცენიდან ვარდნით დაგვამახსოვრა თავი, ამის გარკვევას რამდენიმე საათია ვცდილობთ. ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში ერთი რობოტი პეპერია და მათივე თქმით მაღაზიაში მისულ მოქალაქეებსაც ეკატერინე ტიკარაძის დამხმარედ წარდგენილი რობოტი ხვდება. სითიმოლის მარკეტინგის მენეჯერი კი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რობოტი მარკეტინგის მიზნით კერძო კომპანიამ მიაწოდათ. მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ექნებათ. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. დისტანციურად ქუთაისის რეფერალური კლინიკის ხარისხის მართვის მენეჯერი მიხეილ შავგულიძე გვერდება. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, მადლობა რომ გვერდებით. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა რომ მომიწვევთ. ბატონო მიხეილ, დღევანდელი მონაცემებით რა მდგომარეობაა ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში? რამდენი პაციენტი გყავთ, რომლებიც გადიან COVID-19-ზე მკურნალობას და მათ შორის მძიმე რამდენია? დღეს გვაქვს ძალიან ჯერა საერთოდ სიმბოლოების და დამთხოვების და დღეს საოცარი დამთხოვა. პირველი დღე გვაქვს, როდესაც 100 ჩამოვცდით, ანუ საერთო რაოდენობა პაციენტის 100 ქვემოთ არის. თუ გახსოვთ, ჩვენ ამოდენიმე კვირის უკან საუბრობდით, რომ შეზღუდვები კარგია, მაგრამ დრო ჭირდება და აი ზუსტად დღეს პირველად საერთო რაოდენობა პაციენტების ჩვენს კლინიკაში ჩამოვიდა 100-იანი ნიშნურის ქვევით. რაც ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ ამოდენიმე კვირის უკან დაწესებულმა შეზღუდვებმა ეხლა უკვე დაიწყო შედეგის მოცემა. და გამოჯამრთელებულ პაციენტთა რიცხვი იზრდება. რა თქმა უნდა, საერთო ჯამში 3000 პლუს პაციენტი გვყავს გატარებული ჩვენ როგორც კლინიკას, ანუ 3000-ზე მეტი, ზუსტ ციფრს იმიტომ არ ვასახელებ, რომ ეს მონაცემი ყოველ წუთში იცვლება, რა თქმა უნდა. 3000-ზე მეტი პაციენტი გვყავს გატარებული ამ თვეების განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოვიდა უმკურნალით და გავწერეთ. შესაბამისად, თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თუ გავითვალისწინებთ, საწოლ ფონდის მხრივ უკვე აღარა გაქვთ ხარვეზები და პრობლემები. ხარვეზები და პრობლემები არ ქონდა, მცირე დაძაბულობები ქონდა ხოლმე რიგ მომენტებში, მაგრამ დიახ, გიდასტურებთ ამ ეტაპზე, როცა ჩვენ საუბრობთ, გვაქვს თავისუფალი საწოლები COVID პაციენტებისთვის. თუმცა ისევ დავაზუსტებ, რომ ეს პროცესი როგორც წესი დინამიურია და შეიძლება ნახევარსაათი სხვა რეალობა იყოს. ამ წუთში ეგრეა. ბატონო მიხეილ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაიზარდა იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც არიან დამოკიდებული სასუნთქ აპარატზე და იმერეთი იყო მითითებული, რომ იმერეთში გაიზარდა ასეთი პაციენტების რიცხვი და თქვენთან როგორია ამ მხრივ სტატისტიკა? ჩვენთან სამწუხაროდ არ მოკლებულა, ანუ ჟანგბად და აპარატ დამოკიდებული პაციენტების რაოდენობა როგორც ქონდა პიკის დროს, ახაც ისეთივეა, იმიტომ რომ ეს პაციენტები როგორც წესი მალე არ იხსნებიან ხოლმე აპარატებიდან და რამდენჯერმე ვახსენე ტერმინი ინერციულობა. ხო, ეს სისტემას აქვს ინერციულობა და თუ კი ჩვეულებრივი თერაპიული პაციენტების შემთხვევაში ამ ინერციულობამ უკვე დაგვანახა შედეგები. რეანიმაციური და მძიმე პაციენტების შემთხვევაში ჯერ არ არის. რეანიმაციური საწოლები ჯერჯერობით ისევ გადავსებულია, ეგ პაციენტები ისევ საკმაო რაოდენობით სამწუხაროდ არის. და COVID-19-ზე ტესტების ჩასატარებლად თვით დინებით რამდენად ხშირია მოქალაქეთა მომართვიანობა თქვენს კლინიკაში? ჩვენ ვართ სრული COVID ცენტრი და ჩვენთან მხოლოდ უკვე დადასტურებული პაციენტები მოდიან ხოლმე და ამას პირველადი ჯანდაცვის რგოლი პოლიკლინიკები და შედარებით მცირე მოცულობის კლინიკები უფრო ახორციელებენ ვიდრე ჩვენ. ჩვენ მხოლოდ ჩვენივე პერსონის ტესტირებას ვახორციელებთ. და როგორია მდგომარეობა თქვენი პერსონალის? პერსონის მხრივ შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს, საუკეთესოში იგულისხმება მცირე პროცენტი დასნებულების. ბატონო მიხეილ, ძალიან ხშირად იწერება სოციალურ ქსელში და ფაქტიურად ჯანმრთელი ადამიანი შევიდა კლინიკაში და COVID ინფექციის მსხვერპლი გახდაო. ასევე ძალიან ხშირად ხართ ექიმებიც კრიტიკის ქარცეცხლში. რა ხდება სინამდვილეში? რატომ ხდებიან თუნდაც ჯანმრთელი ადამიანებიც კი COVID-19-ის მსხვერპლი? ძალიან მტკივნეულ თემას შეეხეთ ექიმთა საზოგადოებისთვის და ასევე რა თქმა უნდა პაციენტებისთვის და ზოგადად ყველა ადამიანისთვის. ასეთ შემთხვევაში ძალიან მაღალი არის ემოციური განცხადებების და ემოციებზე დაფუძნებული განცხადებების წილი და მე ყოველთვის ყველას ვთხოვ მოუწოდებ, რომ დავრჩეთ ობიექტური რეალობის და ფაქტების ჭრილში. ნამდვილად ეხლა ჩვენ ვისაუბროთ, მე გვერდზე გადავდებ პირადად ჩემსაც და ჩემი კოლეგების გულის წყვეტას, ნერვებს და ამ განცხადებებით გამოწვეულ ემოციებს ვისაუბროთ მხოლოდ ფაქტებზე და ობიექტურ მონაცემებზე, ხო? ფაქტი პირველი.
კლინიკაში არ ხვდება არავინ, ვისაც დადასტურებული COVID-ის დიაგნოზი არ აქვს. ანუ უკვე გამოირიცხა ჯანმრთელი პაციენტი მოხვდა კლინიკაში, უკვე არაობიექტური ფაქტია ეს ერთი. ფაქტი მეორე, პაციენტები, რომლებსაც აქვს დადასტურებული COVID-ი, მაგრამ მიმდინარეობს დაავადება მსუბუქი სიმპტომებით, ეგენიც არ ხვდებიან კლინიკაში. ანუ ამ ორი ფაქტის ჯამი თავისთავად გვეუბნება, რომ თუ კი ან ოჯახის ექიმმა, ან თვითონ პაციენტის ოჯახმა, ან სასწრაფოს ექიმმა გადაწყვიტა, რომ პაციენტი მოიყვანოს კლინიკაში, ის ჯანმრთელი ან მსუბუქი აპრიორში არ არის. ეგეთი პაციენტები კლინიკაში არ ხვდებიან. ანუ ყველა პაციენტი, რომელიც ხვდება კლინიკაში, სამწუხაროდ ეს არის უკვე საკმაოდ გამოხატული სიმპტომების მქონე პაციენტები. ამისა, სიტყვები კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნები, რომელიც ობიექტური მონაცემია და აჩვენებს, რამდენი პროცენტი არის ფილტვის ქსოვილის დაზიანება, ხო? და თითებზე ჩამოსათვლელია ისეთი შემთხვევები, როცა 20 და 25% არის. ეს ყველაზე ესეთი მსუბუქად ითვლება ჰოსპიტალიზირებული პაციენტების. არის 40-50 და ზევით. ამდენად მე მესმის, რომ ნებისმიერი პაციენტის, ნებისმიერი ასაკის ადამიანის, ნებისმიერი ავადობის მქონე ადამიანის გარდაცვალება. ან თუნდაც ისეთის, რომელსაც რაიმე თანმხლები დაავადება არ აქვს, მაგრამ არის დაინფიცირებული COVID-19-ით. კიდევ ერთხელ გავმეორდები რა, ობიექტური მონაცემებით, კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებით, ლაბორატორიული ტესტირების მონაცემებით, მსუბუქი პაციენტების ლეტალობა არ დაფიქსირებულა. მესმის კიდევ ერთხელ ვიცახი, რომ ნებისმიერი პაციენტი მსუბუქი იქნება, ძნელი იქნება, როგორც იქნება, გარდაცვალება, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედია და ეს იწვევს ემოციების ქარცეცხლს. შესაბამისად, უკვე მივდივართ იმ რეალობამდე, ვის როგორ შეუძლია ამ ემოციების ქარცეცხლში ობიექტური რეალობის დანახვა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, მშვიდობას და თქვენს პაციენტებს გმალი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, ტელემაყურებლებს კი შევახსენებთ, რომ მთავარი სპეციალური გამოშვების კითხვებს ქუთაისის რეფერალური კლინიკის ხარისხის მართვის მენეჯერი მიხეილ შავგულიძე პასუხობდა. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება დღეს ამით დასრულდა. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა, გემშვიდობებით ხვალამდე. მადლობთ რომ გიყურებთ. ნახვამდის. დედიკო, იცი საიდან მოდის მაიონეზი? მე ვიცი პატარა, შენ? მე არა ვიცი. სამაგიეროდ ვიცი, რომ ძალიან მიყვარს და მე სეტეს გაქრება. სლობოდა, ჯანმრთელი საკვები ჯანსაღი ცხოვრებისთვის. გახსენის საახალწლო საჩუქრები აჭარაბეთზე. ითამაშე სლოტები, გამოცადე ინოვაციური ბონუს რაუნდი და მიიღე შენი წილი. 6 მილიონიანი საპრიზო ფონდიდან ყოველდღე. გისურვებთ ბევრად უკეთეს ახალწელს. აჭარაბეთ.com არნახული ჯეკპოტი ქართული გემბლინგის ისტორიაში.
კრისტალბეტზე იჯიკის ჯეკპოტ